რას ვაფუძვებთ ამ სილამაზეში? არა, უბრალოდ ეს მინის კონსტრუქციები. რომელი კონსტრუქცია? მიწის ქვეშ უნდა იყოს ყველაფერი. არა, მიწის ქვეშ გასაგებია, მაგრამ არა, რასა ძალიან პატარა არის. მსგავსი არაფერს მასშტაბი გადმოგხდა. არა, ეს შენობა არ განთავსდება. დიახ, ეს შენობის განთავსების ადგილი არის აქ. აი ამ გარდა იმისა, რომ კალაპოტში წერია ესეთი რაღაცა. საჭირო არის გულღო აფეთქებითი სამუშაო. აი აქ ისა პასუხი რა, პასუხი. არაფერს არ დაუბრუნდა და არაფერს არ. შენი პოზიცია, შეხო შენი შლებიც აქ დაწერილი. ეხო ვიცით და გეხოთ გამათის მე ძალიან მაინტერესებს, რას ვფიქრობ, შოთა უფრო მაინტერესებს ვიდრე სხვა. ხო და ხო აქვს დაწერილი. და აქაც თვალს მე ხო და მე არა, მე არ ვაჩვენ, მე თუ მეკითხე. მე ხო გასაგებია, ჩემთან არა, თუ ხელს თუ გიშლით კალტონი წავალ საერთოდ. მაგრამ ჩვენ ჩამოვედით აქაურობის სანახავ და ადგილობრივი ხალხის პოზიციის გასაგებად. კი ბატონო, გასაგებია. აბა ჩვენ სამინისტრო და თქვენ მოვილაპარაკოთ. არავითარ შემთხვევაში. ირობაში შენების უწერია რომ აქ ხა ჩვენ ამოვიარეთ ხდის ხეობა ეხლა ვართ სათავე ნაგებობის განთავსების ადგილას სათავე ნაგებობა არის ფსკერული სათავე ნაგებობა რომ ფსკერი საერთოდ წყლის სარკის დაბლა ვექნება გისოსი და მდინარე გადადის ზევიდან და ჩვენ ფსკერიდან ვიდებთ წყალს თქვენ რომ ძანებთ ეხლა დავტოვოთ საშუალო რავალწილი ხალხ 30%. ან მაშინ წყალი დავამატო საიდანაც მიგოს ბესიმ ნაგავაში მოვიდა ბახოს ეს ისე მარტო არ შეიძლება. აბა 0.2 აი ის ნახევარი გასწესა. ნებისმიერი დასკვნა, რომელიც გაკეთდება. თუ რამეს რამე ემუქრება. მაგიტო არსებობს გარემოს დაცვის სამინისტრო მომცემს კონკრეტულ მითითებებს, შემავრბილებელ ღონისძიებებს დამავალდებულებს, რომ უნდა გავაკეთო ეს მოუჭერი 1 ხე, გავგე 20 ხე. გამოვიყენე ეს დავაზიანე რაღაც ბალახი, შესაბამისად მივიღე ზომები, რომ უფრო უკეთესი გავაკეთო უფრო დიდ ფართობზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის რისთვისაც მე მზად ვარ. ბატონო ლაშა, თქვენ ხომ მოგმართათ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეკომენდაციით, რომ აამუშაოთ ის ჰესი, რომელიც უკვე არსებობს და თქვენ საკუთრებაშია და აღარ დაიწყოთ აქ ახალი ჰესის მშენებლობა. რეაბილიტაციას რაც ეძებთ. თქვენ თუ ჩახვალთ იქ ორ წყალიხი დაწყვეტილია, აბსოლუტურად არაფერი არ აქვს. ის აგრეგატები არ მუშაობენ სულ, მიუხედავად იმისა, რომ 60 წლის აგრეგატები. აი თქვა რა უნდა შევცვალო, ახალი აგრეგატი შევცვალო და 5%-ით ის ჰესი არის 0.4. ჩვენ შესაძლოა გაგვიპარა გეზისში და ვთქვით, რომ 1.9 მეგავატიანი. ეგ არის 0.4 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური. მუნიციპალიტეტმა ვალდებულებით გადამცალო 6 მეგავატიანი აშენებდა. 0.4 შესაბამისად ყველა მომზადება ჩემი 0.6-იანზეა შესული. 0.4-იანი თუნდაც მაგას რაც კიდე გაუკეთო ექსაგურო მეც იმსლავებს ვერ მიიღებს. ამ ეტაპზე ის მდგომარეობა გვაქვს რომ ჩაბარებულია ყველა საპროექტო და გარემოს დაცვითი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტს, რომელთანაც უნდა ანგარიშვალდებულება და სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტს აქვს შესაბამისი ზომები მიღებული, რომ ტექნიკური ექსპერტიზა პროექტის გაატაროს თვითონ, ხოლო გარემოს დაცვაზე მიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს მიგვაჩნია, რომ ამ დოკუმენტი თვითონ არის ძალიან არაკვალიფიციური და პრაქტიკულად ყველანაირი შესწავლის გარეშე არის მომზადებული იგი. არანაირი კვლევები ამ ხეობაში არ ჩატარებულა, ესე ზეპირად მოამზადა რაღაც გაურკვეველი ძალიან არაკომპეტენტური დოკუმენტი კომპანია, რომელიც შეიტანა გარემოს დაცვის სამინისტროში. ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ეს დოკუმენტი არის ძალიან არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური არის ის, რომ დოკუმენტში წერია, რომ ხის ხეობაში ბინადრობს ხმელთაშუა ზღვის ხუ. ესეთი ინფორმაციები აქვს ჩადებული და ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ეს დოკუმენტი არ შეიძლება გახდეს საფუძველი სამინისტროს მიერ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის გაცემისა. ხის ხეობა ეს არის უნიკალური ხეობა, რომელიც შეგდებს საბჭოთა პერიოდში იყო გამოცხადებული ბუნების ძეგლად და აქ დღემდე არანაირი მშენებლობა არ ყოფილა. ეს არის ხელუხლებელი ხეობა, რომელიც უნიკალური ხეობა არის, როგორც ვთქვათ, ბუნების ძეგლი იყო. აქ არის ყველაზე მეტი რაოდენობა ჯიხვებისა მთლიან ყაზბეგის რაიონში და უნიკალური ფლორა და ფაუნა და თვითონ მდინარე ხდისწყალი, რომელიც არის ამ ხეობის უნიკალურობის განსაზღვრელი და ამ პროექტი იგეგმება, რომ ეს მდინარე მოექცეს მილებში და მოხდეს იგივე რაც მოხდა დარიალის და თერგის შემთხვევაში. ექსპერტები წერენ თავის დასკვნებს, ადგილზე ციფრული გამოსულები, უამრავი დოკუმენტია შესწავლა ხდება და დასკვნებს ველოდებით, რომ